მოგესალმებით, მეგობრებო, ჩვენ შეგვიძლია ადამიანის უფლებების დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხდომა გავხსნათ, ვინაიდან კვორუმი გვაქვს. დღეს ჩვენ გვექნება საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციის განხორციელების შინაარსით კომიტეტის ხდომა, ვინაიდან 4 ანგარიში უნდა მოვისმინოთ. პირველ რიგში გაგაცნობთ დღის წესრიგს და გთხოვთ, რომ კენჭი უყაროთ და დავამტკიცოთ. პირველი საკითხი ეს გვექნება საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი შეზღუდული საზღვრების მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების რეალიზაციის, მათ შორის სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიების 2024 წლის შესრულების ანგარიში. მეორე საკითხი იქნება ასევე მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 24-26 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების 2024 წლის ანგარიში. მესამე საკითხად გამოვიტანთ მთავრობის მიერ წარმოდგენილ ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 22-24 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის წლიურ, ანუ 2024 წლის ანგარიში და მეოთხე საკითხი გვექნება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დასაცავად 22-24 წლების გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის წლიური ანგარიში. 4-ვე საკითხზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსი ბატონი ნიკო თათულაშვილი იქნება წარმოდგენილი. გთხოვთ ამ თანმიმდევრობით დავამტკიცოთ სამოქმედო გეგმა. ერთხმად არის დამტკიცებული. ბატონო ნიკო, თქვენ შეგიძლიათ ადგილიდანაც გაგვაცნოთ გეგმა. პირველი გთხოვთ, რომ სამოქმედო გეგმები, პირველი გთხოვთ, რომ შეზღუდული საზღვრების მქონე პირთა ანგარიშით დავიწყოთ. გთხოვთ. კი ბატონო, მადლობა ბატონო რატი, მოგესალმებით ყველას. წარმოგიდგენთ შეზღუდული საზღვრების მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების რეალიზაციის, მათ შორის სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიების 2024 წლის შესრულების ანგარიშის მიმოხილვას. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ძალიან ბევრი აქტივობა იყო, რაც განხორციელდა ამ პერიოდის განმავლობაში. ძალიან ბევრი активობა არის, რომელიც უწყებმა დაიწყეს 2024 წელს და გაგრძნობადია 25 წელს და შემდეგ წლებშიც. მე ჩემს მოხსენებაში ვეცდები, რომ ძირითად აქტივობებზე გავაკეთო აქცენტი და ასევე ყველა ის სფერო მიმოვიხილო, რა მიმართულებითაც მიდის მუშაობა. აღნიშნული ანგარიში მოიცავს 8 ძირითად თავს. პირველი თავი ეხება ცნობიერების ამაღლების საკითხებს. ამ მიმართულებით მაგალითისთვის მომზადდა მუნიციპალიტეტებზე დელეგირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის განხორციელებისთვის საჭირო მეთოდური მასალები. ასევე საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე ვიდეო ინსტრუქციები ითარგმნა სურდო ენაზე. ადაპტირებული სურდო თარგმანით შეიქმნა 2 ანიმაციური ვიდეო 7 საფრთხის დროს შეშევა პირების ქცევის წესების შესახებ. ასევე საარჩევნო პროცესში შეშევა პირთა თანაბარი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ შეშევა პირებთან, მათთვის ჩატარდა იმიტირებული კენჭისყრა. აღსანიშნავია, რომ პირველად ჩატარდა ჟესტური ენის თარჯიმანთა სწავლება საარჩევნო საკითხებზე და ასევე თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა რაოდენობრივი კვლევა სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ინკლუზიური გარემოს შექმნის მიზნით. ეს რაც შეეხება პირველ თავს, მოკლედ, რაც შეეხება მეორე თავს, მეორე თავი ფარავს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის პოლიტიკას. მოგეხსენებათ 2023 წლიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდა სოციალური პაკეტის ინდექსაციის პირობები, მსგავსად სახელმწიფო პენსიის ინდექსაციისა, რომლის მიხედვითაც სოციალური პაკეტი ყოველწლიურად გაიზრდება ეკონომიკურ პარამეტრებზე დაყრდნობით. შედეგად წელს სოციალური პაკეტი გაიზარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რომლებსაც 18 წლის ასაკის შემდეგ დადგენილი აქვს ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსი. მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ბენეფიციერები აგრძელებენ დამატებით 20%-იანი დანამატის მიღებას, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სტომატოლოგიური მომსახურება ზოგადი ანესთეზიით, ქცევითი გამოწვევებისა და კომუნიკაციის სირთულეების მქონე პაციენტებისთვის გახდა სრულიად უფასო. გაფართოვდა სარეაბილიტაციო სერვისით მოსარგებლეთა წრე, რაც მოიცავს სამხედრო მოსამსახურეებსა და მათ ოჯახებს. მსგავსად წინა წლებისა ქალაქ თბილისის მერიაში გრძელდება შეშევა პირთა საჭიროებებზე მორგებული მიზნობრივი პროგრამების განხორციელება, რომელიცაც 2024 წელს ისარგებლა 7732 ბენეფიციარმა.
საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტები განაგრძობენ მიზნობრივი პროგრამების განხორციელებას შემდეგი მიმართულებით: პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის პროგრამა, სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბავშვთა აბილიტაცია-რეაბილიტაციის კურსზე მგზავრობის უზრუნველყოფა. რაც შეეხება მესამე მიმართულებას, ეს გახლავთ დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა და მისასტომობის უზრუნველყოფა. აქ მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ფარგლებში დასრულდა მარტყოფის პანსიონატის დახურვა, ბედიანში აშენდა 4 ახალი მცირე საოჯახო ტიპის სახლი, სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვთა ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა 20%-ით, შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის სერვისებით სარგებლობს უკვე 230 ბენეფიციარი სხვადასხვა რეგიონში. 6 მუნიციპალიტეტში შეიქმნა პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრები, რომლებიც თავად შშმ პირების მიერ იმართება და მათ დასაქმებასაც უწყობს ხელს. თბილისში შშმ პირებზე საცნობი ნიშნის გაცემა და სპეციალური პარკირების ადგილით სარგებლობის უფლება განისაზღვრა ქმედუნარიანობის შეზღუდვის კატეგორიისა და ხარისხის საფუძველზე. ასევე აბსოლუტური სიყრუის მქონე და სმენადაქვეითებულ პირებს მიეცათ უფლება მართონ A, B, BE კატეგორიების და A1, A2, B1 ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებები. ადაპტაციის სამუშაოები ჩატარდა შსს პროკურატურის, სასამართლოების და ფინანსთა სამინისტროს შენობებში და იუსტიციის 5 ახალ სახლში. 87 სკოლა და 1 ახალი საგამანათლებლო დაწესებულება სრულად რეაბილიტირდა ხელმისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების შესაბამისად, ადაპტირდა მუზეუმები და თეატრები და ასევე ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე დაიწყო შშმ პირებისთვის ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. რაც შეეხება სამართალწარმოებაზე ხელმისაწვდომობას, 2024 წლიდან პროკურატურაში კოორდინატორები სავალდებულოდ ერთვებიან შშმ მსხვერპლის საქმეში. ხარდაჭერა გაეწია 93 პირს მონიტორინგის მიზნით, შესწავლილი იქნა შშმ დაზარალებულთა მონაწილეობით არსებული 95 სისხლის სამართლის საქმე. იუსტიციის სამინისტრომ განიხილა 400-ზე მეტი ნორმატიული აქტი და მოამზადა ცვლილებები შშმ პირთა უფლებების გასაძლიერებლად. იურიდიული დახმარების სამსახურმა დანერგა მობილური საკონსულტაციო ცენტრები და ახალი სახელმძღვანელო წესები შშმ პირების სამართლებრივი დახმარებისთვის. 2024 წლის არჩევნებზე ყველა პოლიტიკური რეკლამა უზრუნველყოფილი იყო სურდოდ თარგმანით. დასაქმების ხელშეწყობას რაც შეეხება, დამტკიცდა 2024 წლის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს შშმ პირებისთვის სუბსიდირებისა და დაცული სამუშაო ადგილების ქვეპროგრამებს. 525 შშმ პირმა გაიარა კონსულტაცია დასაქმების სააგენტოში, 191 შშმ პირი დასაქმდა. და ასევე შრომის ინსპექციის სამსახურმა მოამზადა ბუკლეტი გონივრული მისადაგების შესახებ. მე-6 თავი ეთმობა განათლების უფლების ხელმისაწვდომობას 2024-25 აკადემიური წლის მანძილზე ზოგად საგანმანათლებლო სკოლებში სწავლობდა 14000-ზე მეტი სსმ მოსწავლე, 2500-ზე მეტი სპეციალური მასწავლებელი უზრუნველყოფს მათ მხარდაჭერას. ასევე მანდატურის სამსახურში შეიქმნა ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრი, რომელიც ახორციელებს ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების და კონსულტირების სერვისს. ამავე პერიოდში პროფესიულ განათლებაში ჩაერთო 254 სსმ სტუდენტი, დაინერგა საორიენტაციო სერვისი და მომზადდა ინკლუზიური პროფესიული განათლების ახალი მოდელი. 2013 წლიდან აღსანიშნავია, რომ დღემდე პროფესიულ განათლებაში ჩაერთო 2000-ზე მეტი სსმ და შშმ პირი. სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭა 107 შშმ სტუდენტს, ხოლო სამაგისტრო გრანტი 4-ს. ინკლუზიური განათლების პროექტები განხორციელდა 11 მუნიციპალიტეტში, 14 სკოლაში 400-მდე მოსწავლის ჩართულობით. მე-7 თავი ეხება მონაწილეობას კულტურულ, სპორტულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ამ მიმართულებითაც გვაქვს გარკვეული პროგრესი. პარიზის 2024 წლის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოიპოვა 9 медали, 100-ზე მეტი პარაათლეტი მონაწილეობდა 46 საერთაშორისო ტურნირში, ჯამში მათ მოიპოვეს 70 медали, გაიმართა გრან-პრი პარაძიუდოში და მსოფლიო თასი პარაწოლჭიმში, რომლებშიც მონაწილეობას იღებდნენ 600-მდე დელეგატი. ახალგაზრდობის სააგენტო სპორტულ გამაჯანსაღებელ დარბაზში რეგულარულად ვარჯიშობდა 40 შშმ ბენეფიციარი და
125 შშმ სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში. ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა 8 პროექტი, რომლებშიც მონაწილეობდა 195 შშმ პირი, 40-ზე მეტ მუნიციპალიტეტში გაიმართა კულტურული, სპორტული და სოციალური ჩართულობის ღონისძიებები შშმ პირებისთვის. რაც შეეხება სტატისტიკის წარმოებას და მონაცემთა შეგროვებას, საქსტატმა შშმ პირთა სტატისტიკის პორტალზე დაამატა ახალი მაჩვენებელი, ახლად რეგისტრირებული შშმ პირის სტატუსის საფუძველზე სახელმწიფო გასაცემლების მიღებთა რიცხოვნობა და მოსახლეობის აღწერის კითხვარში ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩაერთო ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული შეკითხვები და ბოლოს სოციალური მომსახურების სააგენტომ გააფართოვა მონაცემთა ანალიტიკა და შექმნა ანალიტიკის და სტატისტიკის სამსახური. ეს იყო ძალიან მოკლედ, როგორც თავიდანვე მოგახსენეთ, ძალიან ბევრი აქტივობა დაიწყო 2024 წელს, თუმცა გრძელდება ახლაც. დიდი მადლობა ბატონო ნიკო დეტალური და ინფორმაციული ანგარიშისთვის. რა თქმა უნდა, ეს იყო შემოკლებული ვერსია იმ საკითხების, რომელიც ანგარიში არის მოცემული და ეს ანგარიში, რა თქმა უნდა, არის საჯარო ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია წაიკითხოს და მიგნებები გააკეთოს ამ ანგარიშიდან. სანამ კითხვებზე გადავალ, პირველ რიგში მინდა მივესალმო ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, მინისტრის მოადგილეს, ალბათ ირინას და ალბათ კითხვების დასმამდე უპირიანი იქნება თქვენ პოზიციასაც რომ მოусმინოთ, ამიტომ მე ხამე მოგცემ თქვენ სიტყვას და უკვე აი ამის შემდეგ ჩვენ შეგვეძლება კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიდეთ. მადლობა გთხოვთ. ბატონო რატი დიდი მადლობა, მოგესალმებით ყველას. ბატონო ნიკო მადლობა ფართე მიმოხილვისთვის. გარდა იმისა, რაც დღეს კომიტეტზე იყო ზეპირად წარმოდგენილი, თვითონ ანგარიშიც არის საკმაოდ ფართოდ მიმოხილვული ყველა ის მიმართულება, რომელსაც ჩვენი სამინისტრო და ასევე სხვა დაწესებულებები შშმ პირთა სოციალური დაცვის და ჯანდაცვის მიმართულებით ასრულებენ. ეხლა მე ძალიან მოკლედ შევჩერდები მხოლოდ იმ საკითხებზე, რომლებზეც ბატონმა ნიკომ არის საუბარი, იქიდან გამომდინარე, რომ ანგარიში ეხება 2004 წელს, 2024 წელს და 2025 წელს რა სიახლეები გვაქვს, აი ძალიან მოკლედ შევაჩერებს თქვენს ყურადღებას ამ საკითხებზე. ჯანმრთელობის დაცვით რო დავიწყოთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებში, ისევე როგორც ყოველწლიურ ვერტიკალურ პროგრამებში, ამ შშმ პირთა მდგომარეობა ეს არის მოკლედ სფერო, სადაც მეტნაკლებად სტაბილურად არის შშმ პირების გამოკვეთილი, ასე ვთქვათ, უპირატესი მდგომარეობა მათი ფინანსურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ეს ადამიანები სარგებლობენ გაუმჯობესებული პაკეტებით და ეს ეხება ფაქტიურად ჯანდაცვის ყველა სფეროს, ეს არის ამბულატორიული მომსახურება, გეგმიური თუ არაგეგმიური, ასევე სტაციონარული მომსახურება, ეს ეხება ონკოლოგიური პაციენტების მართვას, ეს ეხება ასევე რთული ინფექციური დაავადებების მართვას, ეს ეხება მათთვის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას და ასე შემდეგ. აქ შშმ პირების, ასე ვთქვათ, უპირატესი ფინანსური მდგომარეობა იმაში გამოიხატება, რომ სახელმწიფოს, ანუ მათი თანადაფინანსების, თანამონაწილეობის წილი არის ბევრად უფრო დაბალი პროცენტი, ვიდრე არა შშმ პირების შემთხვევაში და თუ მაგალითად ერთ შემთხვევაში მათი თანადაფინანსება სხვა პირების არის 10-20-30%, შშმ პირების შემთხვევაში ეს არის უფრო დაბალი, ან ზოგიერთ შემთხვევაში მათი თანადაფინანსების წილი საერთოდ არ არის. 2024 წელს ამოქმედ და ძნელად მისადგომ და მაღალმთიან რეგიონებში ტელემედიცინა, რასაც შშმ პირები ძალიან აქტიურად იყენებენ და ეს ყველაფერი მათ ეხმარება იმაში, რომ უფრო ხელმისაწვდომი იყოს მათი სამედიცინო სერვისები. გარდა ამისა, 2025 წლიდან სამინისტროში დაიწყო პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმა. ამ რეფორმაში შშმ პირების, ასე ვთქვათ, უფრო მაღალი დაფინანსება შენარჩუნებულია, ისევე როგორც ეს ხდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და ყოველწლიურ ვერტიკალურ პროგრამებში და ზოგადად ეს რეფორმა ითვალისწინებს ამბულატორიული მომსახურების და ამბულატორიული სერვისების გაფართოებას და არის საბოლოო ჯამში მიმართული იქითკენ, რომ სამომავლოდ ამან აგვაცილოს ჩვენ თითოეული პაციენტის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის რისკი და დაზოგოს ის სტაციონარული ხარჯები, რომლებიც სტაციონარიზაციის შემთხვევაში ნამდვილად არის. გრძელვადიან პერსპექტივაში ამ რეფორმამ ჯანდაცვის სექტორს უნდა მოუტანოს მილიონობით დანაზოგი.
ხა ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებზე იყო ყურადღება გამახვილებული და აქ მინდა გითხრათ, რომ ზრუნვის სააგენტო ყოველწლიურად ყველა მიმართულებით ახორციელებს საინფორმაციო კამპანიებს და ატარებს ტრენინგებს. ეს ეხება ქალთა მიმართ ძალადობას და ოჯახში ძალადობას და ასევე ტრაფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას და აი ამ ტრენინგებში და საინფორმაციო კამპანიებში უფრო დიდი აქცენტი კეთდება და ყურადღება მახვილდება შშმ პირებზე, ვინაიდან ისინი არიან მოწყვლადი კატეგორია და უფრო დიდი აქვს რისკი მათზე ძალადობის. და გარდა ამისა, ეს ტრენინგები და სოციალური კამპანიები ტარდება არა მხოლოდ ზრუნვის სააგენტოს მიერ, რომლის ფუნქცია და ერთ-ერთი ასე ვთქვათ პირდაპირ მოვალეობა ტრაფიკინგის მსხვერპლზე და ძალადობის მსხვერპლზე ზრუნვა. არამედ იგივე სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სოციალური აგენტები, რომლებიც დადიან მთელი საქართველოს ტერიტორიაზე და აფასებენ სოციალურ და უცვლელი ოჯახების საფინანსურ ეკონომიკურ მდგომარეობას. ეს ტრენინგები არის საჭირო იმისთვის, რომ იქ თუ ისინი აღმოაჩენენ რაღაცა ისეთ შემთხვევას, როცა შეიძლება სავარაუდო ტრაფიკინგის მსხვერპლი ან ძალადობის მსხვერპლი იყოს ოჯახში, მათ ამაზე დაუყოვნებლივ უნდა მოახდინონ რეაგირება და აქაც განსაკუთრებული აქცენტი შშმ პირებზე კეთდება. ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებთან დაკავშირებით საარჩევნო ტექნოლოგიებზე, რომლებიცაც გაეცნენ შშმ პირები, ბატონმა ნიკომ ამაზე უკვე ისაუბრა და ყურადღებას აღარ გავამახვილებ. სოციალურ დაცვას რაც შეეხება ინდექსაცია, თქვენ თქვით, რომ ეს ინდექსაციის პრინციპი 2024 წელს გასაგებია, 2025 წელსაც შენარჩუნდა, ცხადია და ეს პრინციპი ასევე შენარჩუნდა 2026 წლის ბიუჯეტის კანონში და აქაც არის გათვალისწინებული მკვეთრად გამოხატული შშმ პირების და ასევე ყველა კატეგორიის შშმ ბავშვებისთვის ამ ინდექსაციის პრინციპიდან გამომდინარე სოციალური პაკეტის ზრდა 45 ლარით და ყველა სხვა დანარჩენისთვის 20 ლარით. დეინსტიტუციონალიზაციას რაც შეეხება, ამაზეც თქვენ გაამახვილეთ ყურადღება და ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი ფაქტობრივად უკვე დასრულებულია ქვეყანაში და დღეისათვის ჩვენ ფაქტიურად აღარ გვაქვს არც ერთი დიდი ინსტიტუცია და ბავშვები არიან სრულად გადანაწილებული ალტერნატიული ზრუნვის სერვისებში. რაც შეეხება ზრდასრულ პირებს, მარტყოფის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი დასრულდა 2024 წელს, 25 წელს ასევე უნდა დასრულებულიყო ბედიანის დიდი ზომის პანსიონატის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი და ამის დიდ არის აშენებული რამდენიმე ახალი მცირე საოჯახო ტიპის სახლი, თუმცა იქ გვაქვს ჯერ კიდევ რაღაც ინფრასტრუქტურული პრობლემები, საიდან გამომდინარეც ეტაპობრივად მოხდება ამ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ბენეფიციარების გადანაწილება. სიახლე გვაქვს ის, რომ 2025 წელს დავიწყეთ ასევე დუშეთის პანსიონატის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესიც და დღეისთვის უკვე რამდენიმე ბენეფიციარი არის იქიდან გადაყვანილი. განსხვავება სხვა შემთხვევებთან შედარებით არის ის, რომ დუშეთის პანსიონატის დახურვა სრულად არ მოხდება განსხვავებით ბედიანისგან და მარტყოფისგან, იმიტომ რომ იქ დარჩება დაახლოებით 24 ხო, თუ არ ვცდები, 24 ბენეფიციარი, რაც სათემო მომსახურების სტანდარტთან არის სრულ შესაბამისობაში. ანუ წელს უნდა დავასრულოთ ჩვენ პრინციპში მომავალ წელს თუ 25 წლის ბოლომდე არა, მომავალ წელს უნდა დავასრულოთ ეს პროცესი. სოციალურ პროგრამებს რაც შეეხება, ხა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა, იცით თქვენ რომ ფაქტიურად მისი ძალიან დიდი ნაწილი არის მიმართული სადაც და არის განკუთვნილი შშმ პირებისთვის. ჩვენ 2025 წელს პირველად ჩავდეთ ამ პროგრამაში შეფასების კრიტერიუმები და ამისთვის ავიღეთ 5 საპილოტო რეჟიმში 5 კომპონენტი, დღის ცენტრები, აბილიტაცია, რეაბილიტაცია, ბავშვთა ადრეული განვითარება და ასე შემდეგ და ეს შეფასების კრიტერიუმები რას გულისხმობს? ჩვენ ვართ ამ წუთას მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაციებისგან ინფორმაციის მოგროვების ეტაპზე, როგორც კი ეს ინფორმაცია სრულად გვექნება, მომავალი წლის პირველი კვარტლის ბოლოს უკვე ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ მიღებული მონაცემების გაანალიზების პროცესი და გამოვკვეთოთ ტენდენციები. რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა ვნახოთ თითოეულ ბენეფიციართან მიმართებით რა შედეგი მივიღეთ. ანუ ბენეფიციარის მდგომარეობა რა იყო მომსახურებაში ჩართვამდე და როგორ გაუმჯობესდა მისი მდგომარეობა შესაბამის მომსახურებაში ჩართვის შემდეგ. ეს ეხება თითოეულ ბენეფიციარსაც და ასევე მთლიანობაში ამ პროვაიდერი ორგანიზაციის ასე ვთქვათ ფარგლებში რამდენი ბენეფიციარიც იღებს მომსახურებას მთლიანობაში რა რაოდენობა, რა პროცენტი ჩაერთო მაგალითად ბავშვების ინკლუზიურ განათლებაში, რა პროცენტი ჩაერთო დასაქმებაში, რამდენი გავიდა ღია შრომით ბაზარზე ან დარეგისტრირდა ორქნეთზე და ასე შემდეგ. შემდეგ აი ამ შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ჩვენ მოვახდინოთ, ეს უკვე მომდევნო ეტაპის საკითხია, შეიძლება ჩვენ მოვახდინოთ დაფინანსების დიფერენციაცია
ან რაღაცა პასუხისმგებლობაც დავაკისროთ ორგანიზაციას, ან გავთიშოთ ის მომსახურებიდან, გააჩნია როგორი იქნება მიღებული შედეგები. ეს არის სიახლე, რაც ამ პროგრამას ახასიათებს 2025 წლიდან. პერსონალურ ასისტენტს და შინმოვლის პროგრამას რაც შეეხება. 2024 წელთან შედარებით გამოკვეთილი ტენდენცია ის არის, რომ გაიზარდა როგორც გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და მოცვის არეალი, ასევე ჩართული ბენეფიციარების რიცხვი. ეხლა უბრალოდ რიცხვები რომ მოვიყვანოთ, აი შინმოვლის პროგრამა წელს თუ ხორციელდება 16 მუნიციპალიტეტში, შაშან ის იყო 9 მუნიციპალიტეტში. სერვისი იღებს წელს 258 პირი, მაშინ როცა გასულ წელს 104 პირი იყო ამაში ჩართული. პერსონალური ასისტენტის პროგრამას რაც შეეხება, აქ მომსახურების მიმწოდებლები არიან რეგისტრირებული 34 მუნიციპალიტეტში, მაშინ როცა შაშანი იყო 9 მუნიციპალიტეტი მხოლოდ ამაში ჩართული და ამჟამად მომსახურებას იღებს 400 ბენეფიციარი, მაშინ როცა შაშან 126 ბენეფიციარზე იყო მხოლოდ საუბარი. ეხლა ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ ის გამოწვევებიც, რომლებიც აი ამ პერსონალური ასისტენტის პროგრამას ახასიათებს. თქვენ იცით, რომ 2025 წლის დასაწყისიდან ამ პროგრამის დელეგირება მოხდა სახელმწიფოდან მუნიციპალიტეტებზე და ჩვენ რეგიონული განვითარების სამინისტროსთან ერთად ყველა ღონე ვიხმარეთ საიმისოდ, რომ იმ მომენტში, ვინც იყო ჩართული პროგრამაში და მომსახურებას იღებდა, მათ შენარჩუნებოდათ ეს უწყვეტობა და პრობლემების გარეშე გაეგრძელებინათ მომსახურების მიღება და ასეც მოხდა. თუმცა გამოიკვეთა ტენდენცია ის, რომ მუნიციპალიტეტებზე დელეგირების შემდეგ ახალი ბენეფიციარების მყისიერად ჩართვა მათ ამ პროგრამაში ვერ მოახერხეს. არ ვიცი, ეს იყო ალბათ რაღაცა რამდენიმე სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე, ის რომ აუცილებელი იყო მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებთან ხელშეკრულებების გაფორმება, შემდეგ ამ პირების შეფასება კლინიკების მიერ და მათი საჭიროების გამოკვეთა, შემდეგ ამ ბენეფიციარების ჩართვა, ფინანსური საკითხები, რაღაცა პროცედურული საკითხები. მოკლედ ფაქტია, რომ შედარებით და დღესაც ეს ტენდენცია სხვათა შორის გრძელდება, რომ როცა მუნიციპალიტეტში რეგისტრირდება მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია, თუ ზრუნვის სააგენტოს შემთხვევაში ჩვენ მყისიერად ვახერხებდით იქ უკვე ბენეფიციარების ჩართვას, ცოტათი გვიანდება იქ ეს პროცესი. თუმცა მუნიციპალიტეტებთან ვართ ჩვენ მუდმივ კოორდინაციაში, როგორც სამინისტროს სოციალური პოლიტიკის დეპარტამენტი, ისევე ზრუნვის სააგენტო და მუდმივად ვუწევთ კონსულტაციებს იმისით, რომ შეფერხებით არ წარიმართოს ეს პროცესი. კიდევ პრობლემა რა არის? ნახეთ, მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციები, როცა რეგისტრირდებიან სამინისტროში, ისინი კონკრეტული მომსახურების მიწოდების არეალად უთითებენ ძალიან ხშირად იმ მუნიციპალიტეტის რაღაცა კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილს და ეს ხშირად არის ხოლმე მუნიციპალიტეტის ცენტრი. და რატო ხდება ეს? იმიტომ რომ მათ უჭირთ მაღალმთიან და ძნელად მისადგომ ადგილებში და სოფლებში მომსახურების განხორციელება, იმიტომ რომ ეს დამატებით ფინანსურ სახსრებთან და სხვა გარემოებებთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ იმ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში იღებს მომსახურებას რაღაცა ერთი კონკრეტული თემი და იმ თემის გარეთ მაცხოვრებლები რჩებიან მომსახურების გარეშე, რაც იწვევს მათ უკმაყოფილებას. გარდა ამისა, პრაქტიკაზე დაკვირვების შედეგად ის ტენდენციაც გამოვლინდა, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს აქვთ მომსახურებაში ადამიანების ჩართვის განსხვავებული კრიტერიუმები. მაგალითად, ზოგიერთი მუნიციპალიტეტი პროგრამაში რთავს მხოლოდ იქ რეგისტრირებულ ბენეფიციარებს. ზოგიერთი რთავს მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლის მდგომარეობის, ანუ ქულის მიხედვით 120.000-ზე ნაკლები, ანუ საარსებო შემწეობის მიმღებებიც არიან მხოლოდ იმ ბენეფიციარებს. ზოგიერთი რიგის მიხედვით. ამასაც ვაკურდებით ჩვენ და მუდმივად გავცემთ კონსულტაციებს, რომ ეს ასე არ უნდა იყოს და ანუ განსხვავებული მიდგომები არ უნდა იყოს ამ მიმართულებით. პრობლემა კიდევ რა არის? ის კლინიკები, სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც განსაზღვრავენ პერსონალური ასისტენტის საჭიროებას, ხა ჩვენ ვიცით, რომ ეს პერსონალური ასისტირება რეგულარულ და სპეციალიზებულ ნაწილებად იყოფა და რეგულარული გულისხმობს თვეში არაუმეტეს 60 საათის განმავლობაში მომსახურებას და სპეციალიზებული 120 საათის განმავლობაში. რატომღაც ხდება კლინიკების მიერ აი მუდმივად ამ 120 საათიანი მომსახურების დანიშვნა და გვაქვს რაღაცა იმისი შეგრძნება თუ ეჭვი, რომ ყოველთვის არ ხდება ობიექტურად ამ გადაწყვეტილების მიღება. და ეს ყველაფერი მერე გავლენას ახდენს უკვე ფინანსური სახსრების მოცულობაზე და გვიდგება სიტუაცია, როცა სხვა მუნიციპალიტეტი შეიძლება ან იგივე მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვა საჭიროების მქონე ადამიანები დარჩნენ ამ მომსახურების გარეშე და ესეც პრობლემაა. ასევე პრობლემა არის მონიტორინგი.
ყველა მუნიციპალიტეტის ვალდებულება არის, რომ განახორციელოს მონიტორინგი იმაზე, თუ როგორ ასრულებენ მომსახურების მიუწოდებელი დაწესებულებები თავიანთ ვალდებულებებს და ზოგადად ეს პროგრამა როგორ მიმდინარეობს იმ მუნიციპალიტეტში. ეს მონიტორინგის ერთიანი ჩარჩო ინსტრუმენტი და დოკუმენტი დღეისთვის რადგან არ არსებობს, აქაც სხვადასხვა პრაქტიკით არიან წასული მუნიციპალიტეტები. ზოგიერთი ახერხებს ამონიტორინგს, ზოგიერთი ვერ ახერხებს და აქ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა აზიის განვითარების ბანკთან, რომელიც ჩვენ გვეხმარება პერსონალური ასისტენტის და შინმევლის პროგრამის გაუმჯობესებაში და აი ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვთხოვეთ ADB-ს, რომ გაგვიწიოს დახმარება ამ ერთიანი ჩარჩო დოკუმენტის შექმნაში, რომელიც უნდა იყოს ყველა მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე მორგებული და მონიტორინგი ერთნაირად უნდა განხორციელდეს. ფინანსური ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი თვის ბოლოს რუნვის აგენტოს მიერ ფაქტიურად შეუფერხებლად ხდება გაწეული მომსახურების მიხედვით მუნიციპალიტეტებისთვის თანხის ჩარიცხვა, მათგან როგორც წესი მოდის მოთხოვნა და იყო დიდი სურვილი წლის დასაწყისშიც, რომ ერთიანად განსაზღვრული იყო მუნიციპალიტეტისთვის რაღაცა ესეთი განკუთვნილი ტრანში და წლის დასაწყისში მთლიანად მომხდარიყო ეს ჩარიცხვა. რაც ჩვენ მიმდინარე წელს ვერ მოვახერხეთ, იქიდან გამომდინარე, რომ რაღაცა საბიუჯეტო თანხების მოცულობა იყო საკმაოდ მცირე. 2 მილიონ ლარზე იყო საუბარი და შემდეგ ჩვენ წლის განმავლობაში, როგორც მახსოვს, 1.5 მილიონ ლარი დავამატეთ, იმიტომ რომ ის თანხა არ იყო საკმარისი. ეხლა მომავალი წლისთვის ჩვენ ცხადია, უფრო დიდი თანხა გვაქვს ამ პროგრამისთვის მოთხოვნილი და ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, იმიტომ რომ აი ეს ყოველთვიური ჩარიცხვა გაწეული მომსახურების მასშტაბის მიხედვით ჩვენც გვექმნის პრობლემებს და ყველანაირად შევეცდებით, რომ აი ეს თანხები ეხლა გააჩნიეს ბიუჯეტის კანონის საბოლოო ჯამში რა რედაქციით იქნება მიღებული და რა თანხა იქნება ამ პროგრამისთვის გათვალისწინებული, ასეთი ერთიანი ტრანშების სახით გადაურიცხოთ მუნიციპალიტეტებს, რომ მე ყოველთვიურად არც მათ და არც ჩვენ ამ ხრივ პრობლემები აღარ გქონდეს. და ესე იგი ბოლოს რა პრობლემებიც იკვეთება, მთელი საქართველო არ არის სამწუხაროდ მოცული ამ სერვისით. არის მუნიციპალიტეტები, სადაც არ არის რეგისტრირებული ეს სერვისი და ეს სამეგრელო ზემოსვანეთი და რაჭა-ლეჩხუმი არის და მასში იქ არსებულ არც ერთ მუნიციპალიტეტში საერთოდ არ არის დარეგისტრირებული პროვაიდერი ორგანიზაცია. მაგრამ არის მუნიციპალიტეტები სამეგრელო ზემოსვანეთი, სადაც არის რეგისტრირებული მომსახურების მიუწოდებელი ორგანიზაცია, მაგრამ ფაქტობრივად არ ხორციელდება მომსახურების მიწოდება. ეს რატომ ხდება? ანუ მუნიციპალიტეტთან ვერ დაალაგდა ამ ორგანიზაციების მიერ ურთიერთობა თუ გასაგებია, რომ გამოცდილება არ არის ამ მიმართულებით, მაგრამ გვაქვს სამწუხაროდ დარჩენილი ის ადგილები, სადაც მომსახურების გარეშე არის დარჩენილი იქ მოსახლეობა. ეხლა ეს ვინაიდან იყო სიახლე ყველასთვის და ეს იყო პირველი პრეცედენტი, როცა სახელმწიფოს სოციალური სჯერდი პროგრამაც ახალი იყო თვითონ და ამ პროგრამის მუნიციპალიტეტზე დელეგირების პირველი მაგალითია. ეს ცხადია, რომ იქნებოდა ეხლა გარკვეული პრობლემები და გამოწვევები. გარდა ამისა, ნახეთ, ეს არის პროგრამა, სადაც არის ჩართული ძალიან ბევრი მონაწილე. ჯანდაცვის სამინისტრო, ზრუნვის სააგენტო, თვითონ მუნიციპალიტეტები, მომსახურების მიუწოდებელი ორგანიზაციები, კლინიკები, რომლებიც სამედიცინო სოციალურ ექსპერტიზას ახორციელებენ და თვითონ ბენეფიციარები. ანუ ძალიან მრავალმხრივი და ისეთი მასშტაბური ურთიერთობა და ამიტომ არის, რომ ახლა ეს პრობლემები არის ბუნებრივი, მაგრამ ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად დავეხმაროთ მუნიციპალიტეტებს ამ პრობლემებთან გამკლავებაში. ბიოფსიქოსოციალური მოდელის რეფორმა. ეს არის საკითხი, სადაც ჩვენ გვაქვს ჩამორჩენა ნამდვილად დამტკიცდა რამდენიმე წლის წინ 2023-2025 წლების აი ამ მოდელზე გადასვლის სამოქმედო გეგმა და აგერ იწურება უკვე 2025 წელიდან. ფაქტი არის, რომ აქ მოცემული ამოცანების და აქტივობების დიდი ნაწილი არ არის ჯერ განხორციელებული, თუმცა მუშაობა დაწყებულია. არ ვიცი რა თქმა უნდა, ეს საკითხი პრიორიტეტულობას არ კარგავს და ჩვენ იქით წელს უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებითაც მუშაობა, იმიტომ რომ ეს არის ვალდებულება, რომელიც თუნდაც განსაზღვრა შშმ-თა შესახებ კანონმა. სამართალწარმოებაზე, ხელმისაწვდომობაზე შევჩერდები ორი სიტყვით. შშმ-ების რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა შეიქმნა 2024 წლის თებერვალში და ამ დროიდან დღემდე ეს სტატუსი დაუდგინდა 50,000-მდე შშმ-ს და აქედან არის 11,000 ბავშვი და ეს რა უპირატესობას აძლევს ამ ადამიანებს. მათ უადვილდებათ სხვადასხვა სერვისების მიღება აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ აღარ ჭირდებათ ამ სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის
ექსპერტიზის მატერიალური დოკუმენტის ამონაწერის სახით წარდგენა ორგანოში განაცხადით მიმართვისას და საკმარისია მათთვის ID ბარათის წარდგენა, იგივე სოციალური მომსახურების აგენტოში, როცა ისინი მიდიან და შშმ-ის სოციალური პაკეტის დასანიშნად, სოციალმომსახურების აგენტოს აქვს ცდომა ამ მონაცემთა ბაზასთან და ამიტომ აღარ ითხოვს ამ შშმ-ის დამადასტურებელ დოკუმენტს ცალკე. გარდა ამისა, ამ წელს მოხდა ზრუნვის სააგენტოს მოქალაქეთა მისაღების რეაბილიტაცია სრული და ახალ სტანდარტებზე მორგება, რომელიც წინა პერიოდებისგან განსხვავებით არის სრულად ადაპტირებული შშმ-თა საჭიროებებზე და ეს ადამიანები თვითონ თავისი ფეხით მოდიან და შემოაქვთ განცხადება მათთვის სასურველი მომსახურების მიღებაზე. და დასაქმების ხელშეწყობაზე შევჩერდები კიდევ 2 სიტყვით და ამით დავასრულებ. დასაქმების ყოველწლიური პროგრამები, ამ პროგრამების ფარგლებში არის რამდენიმე კომპონენტი, რომლებიც არის უშუალოდ შშმ-ების დასაქმებაზე ორიენტირებული. ეს არის შრომის ანაზღაურების სუბსიდირების კომპონენტი და დაცული სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტი. შრომის ანაზღაურების სუბსიდირების კომპონენტში ახლა აქ რა ხდება, ანუ სახელმწიფო აკეთებს სუბსიდირებას იმ ხელფასის, რომელიც უნდა გადაიხადოს დამსაქმებელმა ორგანიზაციამ შშმ-ს უნდა გადაუხადოს. ცხადია ამ ორგანიზაციასთან მოლაპარაკების საფუძველზე. აქ ვაუჩერის ღირებულება გაიზარდა 2024 წელთან შედარებით, იმიტომ რომ თუ მაშინ იყო 560 ლარი, ახლა არის იმ ვაკანსიისთვის განკუთვნილი შრომის ანაზღაურების 50%, მაგრამ არაუმეტეს 893 ლარისაა, უცნაური ციფრია. რაც შეეხება დაცული სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტს, აქაც ეს კომპონენტიც გულისხმობს იმ დამსაქმებლების ფინანსურ მხარდაჭერას, რომლებიც ზრუნავენ იმაზე, რომ სამუშაო ადგილი იყოს სრულად ადაპტირებული შშმ-ისთვის და ერთ მდგომარეობა შენარჩუნდეს მომდევნო 3 წლის განმავლობაში. ეხლა ამ ორივე პროგრამის ფარგლებში დასაქმების ხელშეწყობის სააგენტომ გასული წლის განმავლობაში დაახლოებით 180 შშმ-ს გაუწია კონსულტაცია და ამ კონსულტაციების შედეგად 24 ადამიანი გაიგზავნა შესაბამის დამსაქმებლებთან, ანუ გაეწიათ რეკომენდაცია დასაქმებაზე. და მთლიანობაში უკაცრავად 43 ადამიანზე არის საუბარი. და მთლიანობაში აი ამ წლის 9 თვის მდგომარეობით დასაქმების სააგენტოს ყველა პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად სულ არის დასაქმებული 58 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ქვეყნის მასშტაბით. აი ეს იყო ძალიან მოკლედ, რაზეც მინდოდა ყურადღების გამახვილება. დიდი მადლობა. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ირინა, ძალიან საინტერესო იყო თქვენი პოზიციის მოსმენა და ინფორმაციის გაზიარება. ამ მიღებულ ინფორმაციას ჩვენც ასევე კიდევ ერთხელ გადავამუშავეთ, ვინაიდან ძალიან საინტერესო იქნება ასევე იმ პროცესისთვის, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის კომიტეტისგან ლობირების პროცესი ქვია, რაც ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ამ პერიოდში, რომ საბოლოო რედაქციაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს, შშმ-თა ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. კითხვები თუ აქვს კომიტეტის წევრებს, პირველ რიგში ვიკითხავ, მე რა თქმა უნდა მექნება რამდენიმე კითხვა და შეიძლება ბატონმანი გამოპასუხო, შეიძლება თქვენ უპასუხოთ ამ კითხვებს. პირველი რაც მინდა აღვნიშნო, ეს არის რომ ორ საკითხს გამოვყოფ განსაკუთრებით, ერთ როგორც ძალიან დიდ პროგრესს, ესე ვთქვა და მეორე, სადაც გვაქვს ძალიან დიდი გამოწვევა და შემდეგ რამოდენიმე საკითხს ასევე შევეხები. მე მინდა აღვნიშნო, რომ პერსონალური ასისტენტის პროგრამის დაწყება, ეს ნამდვილად არის რევოლუციური გადაწყვეტილება, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ დამოუკიდებელი ცხოვრების ფილოსოფიაზე შშმ-პირებისათვის ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი აქ ნამდვილად პერსონალური ასისტენტის პროგრამას და ამ სერვისის ეფექტურ განხორციელებას უწევია, უკავია და მაშინ, როდესაც ჩვენ მუშაობდით თქვენთან ერთად შშმ-თა უფლებების დაცვის შესახებ კანონზე, იქ გაჩნდა ამისი ვალდებულება, მოგეხსენება და მე მოხარული ვარ, რომ იქ უკვე დაწერილი დეკლარაციული ნორმები იქნებოდა თუ სხვა კანონისმიერი სტანდარტი დღეს უკვე განხორციელების და იმპლემენტაციის ეტაპზეა. ასევე, რა თქმა უნდა, არავის ჰქონდა იმის ილუზია, ჯერ კიდევ მაშინ, სადაც ამ კანონს წერდით და ვიღებდით, რომ პირველივე 2 კვარტალი, ესე ვთქვათ, ხო, ჯერჯერობით ეს პროექტი, პროგრამა, რაც ხორციელდება, სულ რამდენიმე თვე არის, ხო, ივნისიდან დაიწყო. არავის ჰქონდა იმის ილუზია, რომ 6 თვეში ეს იქნებოდა იდეალური პროექტი.
და იდეალური პროგრამა თავისი განხორციელების მაჩვენებლებით, მაგრამ ის პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, რომელიც თქვენს მოხსენებაში ჩანდა, გვაძლევს იმის საფუძველს და რწმენას, რომ რა თქმა უნდა გაუმჯობესდება და ეს პროცესი იქნება შეუქცევადი. აქვე მეც აღნიშნავ, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ჩვენც ვიყავით ზაფხულის პერიოდში ამ საკითხებთან დაკავშირებით და არაერთგვარი დამოკიდებულება, რაც თქვენ ახსენეთ, ჩვენც დავინახეთ იქ და კარგი არის, რომ სამინისტროს სამმართველობით აძლევს შესაბამის კონსულტაციებს მუნიციპალიტეტებს. ჩემი პოზიციაც არის ის, რომ ეს შეიძლება თქვა ადამიანის თქვა სოციალური დაუცველი სტატუსთან იყოს მიმული, ეს არ შეიძლება იყოს განსაზღვრელი. ჩვენც დავინახეთ იქ ხშირ შემთხვევაში მუნიციპალიტეტებში იყო ესეთი დამოკიდებულება, რომ შინმოვლის პროგრამა და პერსონალური ასისტენტის პროგრამა ერთმანეთში ერეოდათ, რაც ფილოსოფიური კონფლიქტი არის ზოგადად ამ საკითხებში. ვინაიდან ეს დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი არის, ამიტომ ის ვისაც პერსონალური ასისტენტის სერვისი აქვს, ის პირიქით მისი სახელმწიფო ამით ეს არის ხიდი იმისთვის, რომ ის დასაქმდეს, ის იღებდეს განათლებას და ასე შემდეგ. ამიტომ ეს მიმართულება სრულიად სხვა პარადიგმაა, ესე ვთქვათ, ამიტომ ჩვენც ვთქვით, რომ ამ მიმართულებით ჩვენც კომიტეტსაც ექნება დამატებითი კონსულტაციები და კომუნიკაციები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებთან, უბრალოდ წინა საარჩევნო პერიოდში ეს მიზანშეწონილი აღარ იყო, მომდევნო კვირას მტკიცდება ახალი არჩეული მერები უკვე შედის ზალაში არჩევნების შედეგები და მე ჩვენც ამას გავაგრძელებთ ჩვენი მხრიდანაც და კარგი არის რომ ერთიან სტანდარტზე ჩამოყალიბდეთ. რაც შეეხება ზოგიერთ მუნიციპალიტეტს, სადაც არ არის, ეხა სიმართლე გითხრათ რაჭის და სვანეთის მაგალითზე ცოტა გამიკვირდა, ვინაიდან იქ საკმაოდ კარგი და ვიტყოდი ძლიერი სათემო ორგანიზაციები არსებობენ, რომლებიც ასევე არიან სამინისტროს სხვა პროგრამების ბენეფიციარები და მათ დარწმუნებული ვარ, რომ ამის რესურსი და კომპეტენცია გააჩნიათ, ამიტომ ვფიქრობ, რომ მომდევნო წლიდან ეს ორგანიზაციები ჩაერთვება და გეოგრაფიული არეალი, რა თქმა უნდა, ცალსახად გაიზრდება, ამიტომ ესეც აღსანიშნავია. დადებით ტენდენციებში ასევე გამოყოფ დეინსტიტუციონალიზაციის საკითხს, ფაქტობრივად თქვენ ახსენეთ, რომ დუშეთი ბოლომდე არ დაიხურება, მაგრამ რეალურად რასაც ვიღებთ, შეიძლება ვთქვათ, რომ დუშეთის ინსტიტუციაც იხურება, ამით ვინაიდან გადადის უკვე საოჯახო ტიპის სერვისის მიმწოდებელზე და ეს ნიშნავს, რომ დეინსტიტუციონალიზაციის პროცესიც, ასევე რასაც ჩვენ ზუსტად იმ კანონშემოქმედებით პროცესში ვსაუბრობდით, რომ ეს კანონი გამოიწვევდა ამას და მოყვებოდა კონკრეტული გეგმა, მე მოხარული ვარ, რომ ეს გეგმაც ფაქტობრივად საკმაოდ წარმატებით ხორციელდება. ასევე გაციფრულებასთან დაკავშირებით მეც ახლა ვაკვირდებოდი სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა შიშემოპირების ბოლო წლთან მიმართებით და ეს რეალურად სწორიც არის, ვინაიდან ბიუროკრატიული ბარიერების გამო ძალიან ბევრი შიშემოპირი, რომელსაც ეკუთვნოდა სოციალურ პაკეტში ჩართვა, ბიუროკრატიული ბარიერების გამო ის ამ სერვისს ან დაგვიანებით იღებდა, ან ვერ იღებდა და ფაქტობრივად სერვისის გაციფრულებამ ეს პროცესიც გაამარტივა და ჩვენთვისაც კარგია, რომ საერთო სურათს უფრო მეტი კონკრეტიკით დავინახავთ. მისაწვდომობის მიმართულებითაც ბატონო ნიკო თქვენს ანგარიშში ახსენეთ ეს და ძალიან სწორად აღინიშნა და მე სიამაყით მომხდეს თქვა ყურთან, როდესაც მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების გაზიარება, ანუ მიხედვით ახსენეთ, რასაც ხდება საჯარო სკოლების ადაპტაცია, რეაბილიტაცია და ესეც ძალიან კარგი არის და მნიშვნელოვანი არის. ამის მოწმე მეც გავხდი მაგალითად 4 ოქტომბრის არჩევნებზე, როდესაც პირადი გამოცდილებაც რომ მოყვე, შეიძლება საინტერესო იყოს მსმენელისთვისაც, ვინაიდან უშუალოდ ჩემი უბანი არ იყო ადაპტირებული აქამდე, მე ჩემს ოლქში სხვა უბანში ვაძლევდი ხმას და სარგებლობდი იმ უფლებით, რაც ერთ-ერთ მოსარგებლე ამორჩეველს გააჩნია და წერს იყო პირველად, როდესაც ჩემს ოლქში, ჩემს უბანში მივეცი ხმა და მივეცი იმ საჯარო სკოლაში, რომელიც ახლა 1 სექტემბერს გაიხსნა, მანამდე ის არ იყო ადაპტირებული და შესulis დროს ვისარგებლე იმითაც, რომ შენობას დავაკვირდი და საკმაოდ მაღალ დონეზე არის განხორციელებული საქმიანობები და ის აკმაყოფილებს უნივერსალური დიზაინის და ჩვენი ეროვნული მისაწვდომობის სტანდარტებს. მაგრამ აქვე აღნიშნავ ალბათ უკვე ეს კომიტეტის საყურადღებოდ
ვფიქრობთ, რომ ის სტანდარტები, რომელიც უკვე დამტკიცებულია, გავიდა გარკვეული პერიოდი და ალბათ სამუშაო ჯგუფის შექმნა, ან რაღაც საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების გამოყენება თუ რამდენად ეფექტურად ხორციელდება მისაწვდომის ეროვნული სტანდარტები, საინტერესო იქნება და კარგ შედეგებამდე მიგვიყვანს. ამიტომ ეს უკვე შეიძლება მომდევნო წლიდან ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტმა ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყოს. რაც შეეხება გამოწვევებს, რა თქმა უნდა, მთავარი გამოწვევა არის ყველაზე საკმაოდ საკითხი, რაც არის ბიოფსიქოსოციალური მოდელი. ეს თქვენც ახსენეთ, თქვენს გამოსვლაში ქალბატონო ირინა და ჩვენც ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით უნდა ერთობლივად გავაძლიეროთ მუშაობა, ვინაიდან ხერხემალი საბოლოო ჯამში სამედიცინო მოდელიდან სოციალურ მოდელზე გადასვლის არის სწორედ ბიოფსიქოსოციალური მოდელის სწორად და მიზანმიმართულად და ეტაპობრივად განხორციელება. აქედან გამომდინარე, საბოლოო ჯამში დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მიმართულებით ჩვენ გვექნება პროგრესი, უბრალოდ ესეც იქნება ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ჩვენი თვალსაჩინოს ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი უნდა იყოს და ამ მიმართულების ეფექტურად განხორციელება ეს უკვე ნამდვილად ნიშნავს, რომ თითოეულ შიშემო პირს შეეხება საკუთარ თავზე, როგორც კეთილდღეობისკენ და ცხოვრების დონისა თუ ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი სტანდარტად. აქედან გამომდინარე, ეს იქნება ძირითადი საკითხი, სხვა მხრივ ასევე არაერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხეთ და რა თქმა უნდა 2024 წელს ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობა იყო განსაკუთრებულად გამორჩეული სწორედ აი ამ სერვისების განხორციელების, სხვადასხვა საკითხების მოწესრიგების მიმართულებით, ბევრი ნოვატორული პროგრამა ჩაიშვა უკვე განხორციელებაში, რითაც მე ნამდვილად მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადაუხადო ასევე ჯანდაცვის მინისტრს ბატონ მიხეილ სარჯველაძეს გაწეული საქმიანობისათვის და მე მოხარული ვარ, რომ ის ამავდროულად არის მინისტრი და ამავდროულად რჩება შიშემო პირთა ერთ-ერთ ყველაზე გუმხურვალე ადვოკატად. ასე რომ ეს საკითხები ჩვენი სამუშაოს ერთობლივი მომავალშიც ერთობლივი საქმიანობის საგანი და პრიორიტეტი იქნება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. კითხვები, ძირითადად პოზიციები დავაფიქსირეთ და მე ჩვენ კომიტეტი მოგვიწევს უკვე შეფასება და კენჭისყრის გზით შეგიძლია თქვა აი ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე უფრო მეტ კონკრეტიკა თუ შეგვიძლია საინტერესო იქნებოდა ამას მოვისმენდით. სხვა მხრივ ფაქტობრივად ჩემი კითხვები, იმდენად კითხვები არ იყო დღეს, ამდენადაც პოზიციების დაფიქსირება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. დიდი მადლობა ბატონო რატი. ამ მოდელთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმაზე პრინციპში უკვე მოგახსენეთ ჩემი გულის ტკივილი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ წლის ბოლოსთვის უკვე უნდა დასრულებულიყო აქ მოცემული ამოცანები და აქტივობები განხორციელებულიყო, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. დამატებით რა შემეძლია აღვნიშნო, ზოგადად ამ მოდელის დანერგვა არის საკმაოდ რთული, კომპლექსური და დროში გაწერილი პროცესი და ეს მარტო ჩვენ ქვეყანაში არ ხდება ასე და ჩვენ ამ წუთას გვაქვს საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან, ექსპერტის ფრანსი გვეხმარება და აგერ უკვე შიშემო პირთა კოალიციაც ჩაერთო ამ პროცესში და არის შემოთავაზებული ამ სამუშაო რეჟიმის ფარგლებში რამდენიმე შესაძლო მოდელი. ჩვენ ახლა უპირველესი ამოცანა რაც გვაქვს ამასთან დაკავშირებით ის არის, რომ შევარჩიოთ ამ რამდენიმე მოდელისგან ყველაზე უფრო მისაღები, რომელიც იქნება საქართველოსთვის, ოღონდ მანამდე, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ალბათ უნდა გაკეთდეს თითოეული მათგანის დანერგვის შესაძლო სამართლებრივი და საფინანსო ეკონომიკური შედეგები უნდა იყოს გათვლილი. აი დაახლოებით რეგულირების ეკონომიკის შეფასება თუ სრულად არა, ნაწილობრივ მაინც უნდა გაკეთდეს თითოეულ მათგანთან მიმართებით. და ეს მოდელები მოკლედ მოგახსენებთ რას გულისხმობს. ერთ-ერთი მათგანი მაგალითად გულისხმობს იმას, რომ იმ ჯანდაცვის, ანუ კლინიკებში, რომლებსაც ახლა შეუძლიათ სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ჩატარება და შიშემო პირის სტატუსის დადგენა, ვიცით, რომ ხა ნებისმიერ შემთხვევაში ეს მოდელი უნდა იყოს აგებული მულტიდისციპლინურ მიდგომაზე და წმინდა სამედიცინო ჩვენებიდან უნდა ჩვენების გარდა უნდა გაითვალისწინოს სოციალური საჭიროებებიც ადამიანის, ამიტომ ეს მულტიგუნდში უნდა
შედიოდეს სამედიცინო პერსონალის გარდა ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და კიდევ არ ვიცი სხვა სპეციალობის მქონე ადამიანი თუ ეს საჭიროა და ერთ-ერთი მოდელი ითვალისწინებს ამ მულტიგუნდის შექმნას და ფუნქციონირებას იგივე იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც დღეისთვის ამ სამედიცინო სოციალურ ექსპერტიზას ახორციელებენ და მეორე მოდელი ითვალისწინებს მულტიგუნდის შექმნას და ფორმირებას უკვე ზრუნვის სააგენტოს ბაზაზე. ორივე მოდელს აქვს ამ წუთას ჩვენი შეფასებით დადებითი და უარყოფითი მხარეებიც, იმიტომ რომ ხა ზრუნვის სააგენტოს ბაზაზე შეიძლება ეს კი გაკეთდეს კვალიფიციურად, მაგრამ აქ გამოდის რომ გადაწყვეტილების მიმღები და შემდეგ უკვე ამ პროგრამების განმახორციელებელი და დაფინანსების განმახორციელებელი არის ერთი და იგივე ორგანო, რაც შეიძლება მაინც და მაინც მიზანშეწონილი არ იყოს. კლინიკებს რაც შეეხება, იქ შეიძლება დაუშვათ გაგრძელდეს დღეს არსებული პრაქტიკა უბრალოდ მულტიგუნდის ჩართულობით, რომელიც ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ ამ სამედიცინო მდგომარეობის შეფასებაზე, არამედ სხვადასხვა ასპექტის შეფასებაზე, რასაც ზუსტად ეს ბიოფსიქოსოციალური მოდელი მოიაზრებს, მაგრამ ამასაც აქვს გამოწვევები, იმიტომ რომ ჯერ ერთი ეს კლინიკები დღეს მთელ საქართველოში ერთნაირად არ არის ასეთი კლინიკების მიერ მთელი საქართველო დაფარული და არის პრობლემები იმასთან დაკავშირებით, რომ პირი, რომელსაც ჭირდება ამ შშმ სტატუსის დადგენა, თავის მუნიციპალიტეტში ვერ იღებს ამ მომსახურებას და იძულებულია რომ სხვაგან წავიდეს. მოკლედ, ბევრი რო არ გავაგრძელო, ამ წუთას არის ეს რამდენიმე მოდელი შემოთავაზებული და ვართ ახლა თითოეული მათგანის განხილვის და იმ შესაძლო საფინანსო ეკონომიკური შედეგების გათვლის ეტაპზე, რაც თითოეულმა მათგანმა შეიძლება მოგვიტანოს როგორც შშმ პირთა პოტენციური, ანუ განახლებული რაოდენობის მიმართულებით, ასევე თითოეულ მათგანზე გასაწევი ფინანსური ხარჯების მიმართულებით. აი ეს პროცესი მიმდინარეობს ამ წუთას სამინისტროში, როგორც გითხარით, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით და ნახოთ, გარდა მის ამაზე ხო თქვენ იცით რომ ჭირდება საკმაოდ ისეთი მძლავრი ახალი საკანონმდებლო ბაზა. შეიძლება საერთოდ ახალ საკანონმდებლო აქცია იყოს საუბარი, შეიძლება არსებულ კანონში ცვლილებებზე, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ საკანონმდებლო ცვლილებები დაგვჭირდება ამასთან დაკავშირებით ისეთი საკმაოდ ფართი და ეს საქმიანობაც უნდა წარიმართოს. მოკლედ, აი ეს არის რამდენიმე კომპონენტია, რომელზეც ჩვენ 2026 წლის განმავლობაში აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა თქვენთან ერთად მათ შორის. კეთილი, დიდი მადლობა. კარგი არის, რომ არის შექმნილი სამუშაო ჯგუფი, კარგი არის, რომ ამ სამუშაო ჯგუფში არიან ჩართულები შშმ პირთა ორგანიზაციები. ჩვენ მხრივ გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, საპარლამენტო კონტროლს ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, ასაკვირველი აქაც ჩვენი სრული ხარდაჭერა იქნება და ჩვენ მზად ვართ ჩვენი რესურსითაც ამ მიმართულებით მივიღოთ მონაწილეობა. კეთილი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეზღუდული საზღვრების მქონე პირთა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ანგარიში უკვე განხილული არის, ვინაიდან დამატებითი კითხვები და მოსაზრებები აღარ არსებობს, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ ის ესე იგი გათვალისწინებულ მეორე საკითხზე და საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 24-26 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების 24 წლის ანგარიშის წარმოდგენა. ვთხოვოთ ბატონ ნიკოს. მადლობა ბატონ რატი, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. წარმოგიდგენთ აღნიშნულ ანგარიშს. ეს ანგარიში მომზადდა მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით. მოგეხსენებათ 2023 წელს დამტკიცდა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია და იგივე წელს დამტკიცდა მისი თამდევი ეროვნული სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმა ერთიანებს 4 პრიორიტეტს, 17 მიზანს, 121 ამოცანას და 556 აქტივობას. ამიტომ ძალიან ბევრი მიმართულებით იმუშავეს აქ უწყებებმა, განსაკუთრებით გაგვიჭირდა აქ ამ ინფორმაციის შემოკლება, რადგან ძალიან სხვადასხვა სფეროებს მოიცავს აღნიშნული ანგარიში, თუმცა ვეცდები ძირითად აქცენტებზე გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. პირველი პრიორიტეტი მოიცავს მართლმსაჯულების სამართლის უზენაესობის პრინციპების ინსტიტუციური დემოკრატიის გამყარებას და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით ეფექტიან სარგებლობას. აქ 2024 წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა შემდეგ აქტივობებს სხვადასხვა უწყებების მხრიდან, მაგალითისთვის მოსამართლეებს ჩაუტარათ ეთიკის და გადაწყვეტილებების დასაბუთების ტრენინგები, დაინერგა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების ქართულენოვანი ბაზა, სასამართლოების ეფექტიანობის შეფასების მიზნით საპილოტე 4 სასამართლოში დაინერგა სეპეჟ, ეგრეთ წოდებული სეპეჟ სტანდარტები, რომლის საფუძველზეც განხორციელდა დროის მენეჯმენტის კვლევები და მომხმარებელთა კმაყოფილების გამოკითხვები. გაგრძელდა სამართალდამცავების გადამზადება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე. პროკურატურამ შეისწავლა სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი 66
2016 წლის სამართლის საქმე და გასცა 67 რეკომენდაცია, განახლა და დაიხვეწა პენტენსიური დაწესებულებების ინფრასტრუქტურა და პროგრამები, იურიდიული დახმარების მობილური ცენტრების კონსულტაციები 75%-ით გაიზარდა, ხოლო შეფასებული საქმეების რაოდენობა 950%-ით და ასევე მნიშვნელოვანია ცალკეულ ადმინისტრაციულ ორგანოებში გაძლიერდა პერსონალური მონაცემთა დაცვის სისტემები. რაც შეეხება მეორე პრიორიტეტს, ეს გახლავთ ეკონომიკური და სოციალური უფლებების დაცვის გაძლიერება და ამისთვის სისტემური გარანტიების გაუმჯობესება. 2024 წელს შემდეგ აქტივობებს ჰქონდა ადგილი, ჯანდაცვის სისტემაში ხარვეზების გამოვლენის შეფასება განხორციელდა თანამშრომლობითი მრავალსექტორული სისტემით აღნიშნული შეფასების ფარგლებში გაიცა რეკომენდაციები იმ 19 ტექნიკურ სფეროში, რომელთა შეფასებას მოხდა. განხორციელდა სახელმწიფო პროგრამების გაფართოება ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს რეგიონულ დონეზე სერვისების თანაბარ ხელმისაწვდომობას, მაღალი ხარისხის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის მედიკამენტებზე დაწყეს და რეფერენტული ფასები, ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებზე მოიხსნა წლიური ლიმიტი, გაფართოვდა ნოზოლოგიური ჯგუფები, კერძოდ დაემატა და გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტები. დამტკიცდა უსახკაროებზე საცხოვრებელ პირობებში მყოფ მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა და განისაზღვრა განსახლების კრიტერიუმები. დასაქმების სააგენტოს მონაცემებით 2024 წელს სამუშაოზე მოეწყო 2898 პირი. ეს გახლავთ მეორე პრიორიტეტთან დაკავშირებით. მესამე პრიორიტეტი ეხება თანასწორობის კონსტიტუციური გარანტირების ასახვა სახელმწიფო პოლიტიკაში, მათ დანერგვას პრაქტიკაში და ადამიანსვლოვითა თავისუფლებებით სარგებლობის დისკრიმინაციის გარეშე. აქ ჰქონდა შემდეგი აქტივობები, სამოქალაქო სერვისები თავისუფლად სარგებლობის მიზნით ეთნიკური უმცირესობების ენებზე ითარგმნა სამართლებრივი აქტები და დამხმარე მასალა, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელდა აქტივობები 2024 წლის არჩევნებში ყველა ჯგუფისთვის თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ არასრულწლოვანთა რეფერირების პროგრამებში ჩართო 162 ბენეფიციარი, მათ შორის 52 პირი სარეაბილიტაციო პროგრამებში, ჩატარდა აქტივობები ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის, თანასწორობის პოლიტიკის გამტკიცების მიზნით ინტენსიურად მიმდინარეობდა პროფესიონალთა გადამზადება და სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგი და ასევე განხორციელდა საინფორმაციო კამპანიები, ტრენინგები და თემატური ღონისძიებები თანასწორობის და ტოლერანტობის საკითხებზე. და ბოლო მეოთხე პრიორიტეტი შეეხება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ტოვებულთა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. აქ მოხდა ყველა შესაბამისი ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატის გამოყენება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებისა და ტოვებულების უფლებების დაცვის, მათ შორის საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით. აღნიშნული საქმიანობის შედეგად ზემოხსენებული საკითხების ასახვა მოხდა არაერთ საერთაშორისო დოკუმენტში, ასევე საანგარიშო პერიოდში შესყიდულია 1358 საცხოვრებელი სახლი ბინა დევნილი ოჯახებისთვის, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული და დევნილთა მარცვლოვნ მფლობელობაში არსებული შესაბამისი საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში დაურეგისტრირდა 359 დევნილ ოჯახს. თვითდასაქმებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობის პროგრამების საფუძველზე დაფინანსდა დევნილი და ეკომიგრანტთა განცხადებების დიდი ნაწილი და ბოლოს სწავლის საფასური დაფინანსდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 1422 სტუდენტისთვის. მოგეხსენებათ, ეს გეგმა ფარავს 24-26 წლების პერიოდს, ძალიან ბევრი აქტივობა, რომელიც უწყებებს აქვთ განსაზღვრული სავალდებულოდ შესასრულებლად სწორედ 26 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს, შესაბამისად ძალიან ბევრი რაღაც არის მიმდინარე და ამაზე უკვე შემდეგ წლებში მოგახსენებთ. მადლობა. კეთილი, მადლობა ბატონო ნიკო, კითხვები თუ გვაქვს, ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ საკითხზე და დღის ეს რიგი გათვალისწინებული მესამე საკითხის ანგარიშის წარმოდგენას გთხოვთ ბატონო ნიკო. კი ბატონო, წარმოგიდგენთ ანგარიშს ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გარკვეული უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 22-24 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის 24 წლის შესრულების ანგარიშის მიმოხილვას. აღნიშნული ეროვნული სამოქმედო გეგმა მოქმედების სამ სფეროს მოიცავს. აქ გვაქვს ქალთა მონაწილეობა მშვიდობასა და უსაფრთხოების გაძლიერების პროცესებში, ძალადობის აღმოფხვრა და პრევენცია და ქალთა გაძლიერება და დაცვა. სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული 50 აქტივობიდან 40 აქტივობა სრულად, ხოლო 3 ნაწილობრივ განხორციელდა.
2024 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართულ ჩართულობა სამშვიდობო და უსაფრთხოების სექტორში, ჟენდების საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ინციდენტების პრევენციის და რეაგირების მექანიზმებში ქალთა წარმომადგენლობა გაიზარდა 27%-დან 36%-მდე. განხორციელდა 12 ტრენინგი ქალთა ლიდერობის საკითხებზე, რამაც ხელი შეუწყო ქალთა კარიერულ წინსვლას უსაფრთხოების სექტორში. რაც შეეხება პრევენციას, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული კამპანიები გაიმართა 8 რეგიონში ახალგაზრდებისთვის და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისთვის, ჩატარდა 60-ზე მეტი საინფორმაციო შეხვედრა ადამიანის უფლებისა და თანასწორობის თემაზე. გარდა ამისა, პრობაციის სამსახურმა წარმატებით გააგრძელა მოძალადე პირების ქცევის კორექციის პროგრამა. ასევე გაიზარდა ქალთა უფლებების დაცვისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განახორციელა ოჯახის ძალადობის შემთხვევებზე სპეციალიზებული პოლიციის თანამშრომელთა გადამზადება. რაც შეეხებოდა მესამე საკითხს. და მეოთხე საკითხით შეგვიძლია ბატონო ნიკო გთხოვთ. კი ბატონო, გავაგრძელებთ. მეოთხე ანგარიში შეეხება ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დაზავებულთა დასაცავად გასტარებელ ღონისძიებათა 22-24 წლების სამოქმედო გეგმის 24 წლის შესრულებას. აღნიშნული გეგმა მოიცავს მოქმედების 4 სფეროს. პირველი ეხება პრევენციას, მეორე დაცვას და მხარდაჭერას, მეოთხე აღკვეთის ზომებს და მესამე აღკვეთის ზომებს და მეოთხე ინტეგრირებული პოლიტიკა და მონაცემების შეგროვების საკითხებს. 2024 წელს სამოქმედო გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული 36 აქტივობიდან 27 სრულადან მეტწილად განხორციელდა. განხორციელებულმა ინიციატივებმა ხელი შეუწყო როგორც კანონმდებლობის დახვეწას, ისე მსხვერპლთა მხარდაჭერის და პროფესიონალთა კვალიფიკაციის გაუმჯობესებას. 2024 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ქალთა მიმართ და ოჯახის ძალადობის პრევენციის ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებისკენ. მთავრობის ადმინისტრაციის და უწყებათა შორის კომისიის კოორდინაციით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, მომზადდა გეგმის პირველადი ვერსია, ჩატარდა ფართო განხილვები. ასევე პროფესიულ კოლეჯებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები და კამპანიები, პრობაციის და პენიტენციურ სისტემებში გაუმჯობესდა მოძალადე პირების ქცევის კორექციის პროგრამები, შემუშავდა ახალი კითხვარები და სასწავლო მოდულები, ხოლო 219 პირობით მსჯავრდებულმა დაასრულა რეაბილიტაციის კურსი. რაც შეეხება მსხვერპლთა დაცვას და მხარდაჭერას, დამტკიცდა ეროვნული რეფერირების პროცედურები, რომელმაც ერთიანად განსაზღვრა უწყებათა შორის თანამშრომლობის მექანიზმები მსხვერპლთა იდენტიფიცირებისა და დაცვისათვის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა სოციალური მუშაკების მუშაობის სტანდარტებში, დამტკიცდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მათ შორის ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების იდენტიფიკაციისა და მართვის პროცედურები და ადრეულ ქორწინებაზე რეაგირების სახელმძღვანელო. ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს ამჟამად 6 სახელმწიფო თავშესაფარი და 7 კრიზისული ცენტრი, შემუშავდა მექანიზმების მსხვერპლთა დასაქმების ხელშეწყობის და ეკონომიკური გაძლიერებისთვის, ხოლო ცხელი ხაზის ოპერატორების და თავშესაფრების პერსონალის პროფესიული კვალიფიკაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა. რაც შეეხება ძალადობაზე რეაგირებას, 2024 წელს გრძელდებოდა სამართალდამცავების და პროკურორების სისტემური გადამზადება ოჯახში ძალადობის საქმეებზე. განახლდა შემაკავებელი ორდერებისა და რისკების შეფასების ინსტრუმენტი, დაიხვეწა საქმის მართვის სახელმძღვანელოები ასევე და რაც შეეხება ბოლოს ინტეგრირებულ პოლიტიკას, გაძლიერდა კოორდინაცია ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის და მუნიციპალიტეტების ეროვნულ ასოციაციას შორის გაფორმებულ თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. ამ მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა ღონისძიებები და ბოლოს მნიშვნელოვანი წინსვლა დაფიქსირდა ასევე მონაცემთა შეგროვების და სტატისტიკის წარმოების მიმართულებით. კეთილი, ჩვენ მოვისმინეთ 4-ვე ანგარიში და შეგვიძლია უკვე კენჭისყრაზე დავაყენოთ, ვინ არის მომხრე რომ დადებითად შეფასდეს და შესაბამისი დასკვნით გავაგზავნოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების რეალიზაციის 2024 წლის ანგარიში. ერთხმად არის ხარდაჭერილი, შემდეგ კენჭისყრაზე ვაყენებთ საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-26 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების 2024 წლის ანგარიში, ვინ არის მომხრე რომ დადებითად შეაფასოს კომიტეტმა. მესამე საკითხი ეს არის უკვე ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 22-24 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის 24 წლის ანგარიში, ვინ არის მომხრე დადებითად არის შეფასებული და ბოლო მეოთხე საკითხი არის ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ
წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დასაცავად 22-24 წლების სამოქმედო გეგმის 24 წლის ანგარიში, ვინ არის მომხრე, დადებითად არის შეფასებული, დღის ეს რიგით გათვალისწინებული საკითხები ამოწურულია, სხვა საკითხები არ გვაქვს, შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია ის კიდევ ერთხელ მადლობა უთხრა თითოეულ უწყების წარმომადგენელს, ვინც იყო მოსული და დაესწრო კომიტეტის ხდომას, ასევე მინდა მივესალმო ადამიანის უფლებების დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სტაჟიორებს, რომლებიც ესწრებიან ჩვენი კომიტეტის ხდომას და ფიქრობ ძალიან საინტერესო იქნებოდა მათთვისაც ამ კომიტეტის ხდომის მიმდინარეობის პროცესის ფარყურის დევნება, ასე რომ ჩვენ შეგვიძლია კომიტეტის ხდომა უკვე დასრულებულად გამოაცხადოთ. მადლობა.